ეს ბანაკი იყო უმაღლესი ევროპული სტანდარტების ბანაკი, რაც კი არსებობს საქართველოში და არა მარტო საქართველოში. ძალიან მადლობელი ვარ იმ კარგი და ჯანსაღი გარემოსთვის, რომელიც მე აქ დამხვდა. შევხვდი ძალიან ბევრ გაწაფულ ადამიანს თავიანთ სფეროებში, ლიტერატურაში, ფსიქოლოგიაში და ფილოსოფიაში. ძალიან მომეწონა, რადგან სტუმრად ყავდა გიგი დედლამაზიშვილი და მარია ბარათაშვილი. ჩემს ლექსიკონში არ მოიძებნება სიტყვები, რითაც მოწვეულ სტუმრებს რა ხვწერ. შემდეგ წელს უკვე ვაბარებ უნივერსიტეტში. აქ სტუმრებთან ურთიერთობით დამეხმარა იმაში, რომ მე უკეთესად ჩამოვიყალიბდნე ზუსტად რა მინდა. ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი დღე, რომელიც ამ ბანაკში მოგვიწყვეს, იყო დღე, როდესაც ჩვენ წავედით წინანდლის მამულში, რედისონის სასტუმროში და დღე, როდესაც შევხვდით ალექსანდრა ურთქიფანიძეს. ეს შეხვედრა ჩვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, იმიტომ რომ რეალურად თამაშით შევეხეთ ისეთ თემებს, რომლებიც ქმნიან საქართველოს ისტორიას. სიტყვის აკადემიამ გამაუმჯობესებინა უნარი კომუნიკაციის. აქ აღმოაჩინა გულწრფელად როგორი არის ცოცხალი კომუნიკაცია გაჭტების გარეშე. გამოყენება დამავიწყდა ტელეფონის. ამ გამოცდილებამ გამაგებინა ჩემი ახალი თვისებები და ახალი პრიორიტეტები, რომელსაც სულ ეძებდი. ყველა დღე რაღაცა ახალს სწავლობ ამ ბანაკში და ყოველ დღე რაღაც ახალს აღმოაჩენ შენს თავში. შევძელი რომ ჩართულიყავ ყველა იმ სპორტულ აქტივობაში, რაც მაინტერესებს. ჩემმა მწვანე გუნდმა გაიმარჯვა ქალაქბურთის ჩემპიონატში და ფეხბურთის ჩემპიონატშიც და ძალიან გახარებული ვარ. ძალიან კარგი სკეჩები და ასეთი ვირტუალური ნომრებიც ვნახეთ, ერთად ვიხალისეთ, ერთად ვიმღერეთ. ემოციებით არის გადატენილი ყველაფერი. უფრო მორცხვი, უკონტაქტო ვიყავი და ეხლა უფრო თავდაჯერებული და მეგობრული გავხდი სხვების მიმართ. არანაირი ბულინგი არ იყო აქ და დაცინვა. ყველა ერთმანეთს ხარს უჭერდა. ესეთი სითბო და სიყვარულია ის სულ მინდება ხოლმე, რომ ყველას ჩავეხუტო. ჩემთვის საუიწყარი იქნება ასეთი კეთილი და კარგი მოპყრობა. ბოლოს შემიძლია მხოლოდ ის გავაკეთე, რომ ამ ადამიანებს გადაუხადა უდიდესი მადლობა ამ ბანაკის შექმნისათვის და იმისათვის, რომ უდიდესი ძალისხმევა ჩადეს იმაში, რომ ეს ბანაკი ყველას ასე ძალიან შეყვარებოდა.